ეს მდინარე თელავის ხევია, იგივე რიყე, რომელიც სათავეს იღებს ცივგომბორის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, 1795 მეტრის სიმაღლეზე და მდინარე ალაზანში ჩაედინება. გაზაფხულობით, თოვლის დნობისას და გახშირებული წვიმებისას ხშირად ისე ადიდდებოდა ხოლმე, რომ გადმოდიოდა თავისი ბუნებრივი კალაპოტიდან და დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს. ჩვენ მოგიყვებით თელავის ხევის, ხიდების და ღვარცოფების ისტორიას. ამ ისტორიული ვიდეო სიუჟეტის მხარდამჭერია IT აკადემია სტეპი, საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრი თელავში. მდინარე ქალაქს ძირითადად ორ ძველ და ახალ ნაწილებად ყოფს. თელავის ძველ და ახალ ნაწილებს ხიდი აკავშირებდა, რომელიც ადრიდანვე თითქმის მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე ხისგან იყო გაკეთებული. იგი ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. აქ ჯერ კიდევ მე-18-19 საუკუნეში თელავის ბაზარი იყო. სწორედ ამ ხიდის გაუმართავობის მოუწესრიგებლობის შესახებ გაზეთ ივერიაში რამდენიმე სტატია იქნა დაბეჭდილი. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც 1888 წლით თარიღდება, ავტორი წერს: ძლივს ეღირსა თელავს რიყეთ ხიდის გაკეთება. გააკეთეს, მაგრამ ეხლა ისევ ჩამტვრეულია. ადგილ-ადგილას კანკალით ატარებენ ურმებსა და ეტლებს. ღამით ბევრს უვარდება ხოლმე ფეხიში და საქონელიც ბევრი სახით ჩრდება. თელავის რიყის რეგულირებისა და გამაგრების მიზნით 1907 წლის 16 თებერვალს მოწვეულ იქნა ქალაქის რწმუნებულთა კომისია. სხდომაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თელავის ხევი ყოველწლიურად თავისი უცაბედი მოვარდნით აურაცხელ ზიანს აყენებდა ქალაქს. კომისიამ ერთხმად დაასკვნა, რომ ამ საქმის შველა შესაძლებელია რიყის ორივე მხარეს ქვის კედლების მოწყობით. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, კომისიამ თავისი საქმიანობა ისე დაასრულა, რომ ვერ გადაჭრა მის წინაშე დასმული ამოცანა. ამის მიზეზი ის უსახსრობა იყო, რომელიც ქალაქის მმართველობას თან ახლდა. წინაპართა გადმოცემის მიხედვით, რიყეზე გადებული ხიდი წყალგამყოფი იყო არა მარტო ძველი და ახალი თელავისა, არამედ იქ მცხოვრები ახალგაზრდობისთვისაც. სწორედ ხიდის სიახლოვეს, თვით რიყეშიც კი ხშირად იმართებოდა ახალგაზრდებს შორის მუშტი კრივი. ეს განსაკუთრებით ხდებოდა თეატრალური სანახაობის, ბერიკაობის დროს. მუშტით ჩხუბი ზოგჯერ ქვების სროლითაც გრძელდებოდა, რომელიც საკმაო რაოდენობით იყო რიყეში. გარდა რიყეზე გადებული ხიდისა, მუშტიკრივის არენას ნადიკვრის ტერიტორიაც წარმოადგენდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩხუბი მონაწილე ახალგაზრდობის ურთიერთტრობით კი არა, არამედ მათი ერთმანეთთან დამეგობრებით მთავრდებოდა. ყოველთვის როცა თელავზე სიუჟეტს ვამზადებ, ტექსტური მასალა უფრო მეტია, ვიდრე ვიზუალური. სწორედ ვიზუალური ისტორიის გასაცოცხლებლად ვეწვიე სტეპ აკადემიას, სადაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შევეცადე წარსულში მოგზაურობას. აკადემია სპეციალიზებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. თუ IT პროფესიების და მომავლის ტექნოლოგიების სწავლა გინდა, სტეპში პრაქტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას და საერთაშორისო სერტიფიკატსაც მიიღებ. სტეპში სწავლა შეუძლია როგორც მოზარდებს, ასევე ბავშვებს და აქ სწავლის და განვითარების ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. ბავშვებისთვის მოქმედებს ჯუნიორ IT აკადემია. პროგრამირების და გრაფიკული დიზაინის შესწავლა შესაძლებელია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის სკოლის პარალელურად. ცენტრში ასევე არსებობს ინგლისური ენის კურსები, რომელიც ყველა ასაკის მსურველზეა მორგებული. გიორგი ჯაშიაშვილი, რომელიც თელავის აღმასკომს ხელმძღვანელობდა, წერს, რომ ფიქრის ხიდი და ხევზე მდებარე სხვა ხიდები 1950-1960-იან წლებში აშენდა. მისი სიტყვებით, კაპიტალური ხიდის აშენებამდე ამ ადგილას გადებული ყოფილა ვიწრო ხიდი, რომელიც წყალდიდობას რამდენჯერმე დაუნგრევია. ჯაშიაშვილის სიტყვებით, თელავში დიდი წყალდიდობები რამდენიმე ათეულ წელში ერთხელ მეორდებოდა. გადმოცემის თანახმად, ძლიერი წყალდიდობა ყოფილა 1953 წელსაც. 1960-იან წლებში მომხდარა არხის მშენებლობა და თელავის ხევის ნაპირების გამაგრება, რომელსაც გიორგი მელითაურის თანახმად ინჟინერი მიქელაძე ხელმძღვანელობდა. აქ უნდა გავიხსენოთ თელავის ხევის ადიდების ჩვენთვის ცნობილი ყველაზე საზარელი შემთხვევა. 1967 წელია, 13 ივნისი. ამინდი გაუარესდა და კოკისპირულად წვიმს. ღამე წვიმა უფრო მატულობს. 14 ივნისს, სამშაბათს გამთენიისას, თელავის ხევი ნაპირებიდან გადმოვიდა და წყალდიდობა გამოიწვია, რომელიც თელავს დღემდე ახსოვს. ათეული წლების წინ მომხდარი წყალდიდობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დამანგრეველი აღმოჩნდა ქუჩებისა და ფიქრის ხიდისთვის. ასევე მიმდებარე შენობებისთვის, განსაკუთრებით კი მაღაზია განთიადისთვის. გადმოცემის მიხედვით ირკვევა, რომ განთიადში არსებული ოქროულის მაღაზია წყალს წაუღია და ოქროულობა თელავის ქვედა ნაწილში ჩაუტანია. საბედნიეროდ ამ კატასტროფას მსხვერპლი არ მოყოლია.
ღვარცოფის შესახებ ინფორმაცია 16 ივნისს გაზეთმა კომუნისტმაც გამოაქვეყნა, თუმცა ფოტოების გარეშე, მხოლოდ ტექსტური მასალით შემოიფარგლა. იმავე წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქ თელავში ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვის შესახებ. 1978 წელს დინარის კალაპოტში, ქალაქიდან მოცილებით დაახლოებით 2 კილომეტრში და ზევით ყოველ 250-300 მეტრში მოეწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შექმნილი ირაკლი ხერხეულიძის ღვარცოფის შემაკავებელი 3 კონსტრუქცია. ამ კასკადების მიზანია ღვარცოფისა და წყლის ძლიერი ნაკადის შენელება წყალმოვარდნის დროს. 2014 წლიდან დაიწყო როგორც საპროექტო, ისე სარეაბილიტაციო სამუშაოები და განხორციელდა თელავის 1.5 კილომეტრიანი ხევის გასუფთავება და კედლებისა და ძირის გამაგრება. ხევში გაიზარდა გამტარუნარიანობა. ხევის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. სულ ბოლოს მდინარე თელავის ხევი განსაკუთრებულად 2023 წლის 19 აგვისტოს ადიდდა. მისი ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. ეს კადრები პირადად გადავიღე მობილური ტელეფონით. მაშინ ხევმა გაუძლო მდინარის ძლიერ ნაკადს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ისტორიები და წარსულ დღეთა ამბები უფრო საინტერესოს ხდის ქალაქის ცხოვრებას. გამოიწერეთ ჩვენი არხი, უყურეთ ვიდეოებს და ერთად ვიმოგზაუროთ ჯადოსნურ თელავში.